კოსმოსის ათვისებაში რევოლუციური გარდატეხა მოხდება, ამბობენ ევროკომისიაში. ამ გარდატეხას თავი რომ გაართვას ევრობლოკის აღმასრულებელი ორგანო კოსმოსის შესახებ ახალი აქტის წინადადებით გამოვიდა, რომლის მიზანია ევროკავშირი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს კოსმოსის სფეროში. ჩვენი გადაცემის ფარგლებში გავარკვევთ თუ რა ხდება კოსმოსის ათვისებისთვის გამართულ რბოლაში. კოსმოსის შესახებ ახალი კანონმდებლობის ყურადღების ცენტრში დგას რაკეტების გამშვები, აპარატები და თანამგზავრები, რომელთა მნიშვნელობაც სულ უფრო იზრდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა კომუნიკაციები, ნავიგაცია, მეტეოროლოგია და განახლებადი ენერგია. 2023 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გლობალური კოსმოსის ეკონომიკური ღირებულება 572 მილიარდ ევროდ შეაფასა. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი ყოველ წელს 9%-ით გაიზრდება, სანამ 2035 წელს ტრილიონ 600 მილიარდს არ მიაღწევს. თუმცა ევროპა, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 12 მილიარდი ევრო ჩადო კოსმოსურ ინდუსტრიაში, ბევრად ჩამორჩება ამერიკის იმავე მაჩვენებელს, რომელიც 65 მილიარდ ევროს შეადგენს. იგივე ეხება ამ სფეროში კერძო ინვესტიციებსაც, რომელთა მოცულობაც ევროკავშირში 980 მილიონი ევროა, ამერიკაში კი მილიარდ 600 მილიონი. ახალი ინიციატივის მიზანია ერთიანი ბაზრის შექმნა კოსმოსური ინდუსტრიისთვის, რომლის დროსაც განსაკუთრებულ მხარდაჭერას მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოუჩენენ. მოდი მოусმინოთ, რას ფიქრობენ თავად ევროპელები ამ საკითხზე. კოსმოსური ინდუსტრია მნიშვნელოვანია კონკურენციისა და წარმატების კუთხით, ამიტომ მას ეკონომიკურ ჭრილში განვიხილავ, მაგრამ კოსმოსის ათვისება წესებს უნდა ემორჩილებოდეს. ვფიქრობ, კარგი აზრია დაფინანსების გაზრდა, განსაკუთრებით ევროპის კოსმოსური სააგენტოსთვის. ამჟამად ამ სფეროში მაინდა-მაინც ანგარიშგასაწევი ძალა არ ვართ. ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან შედარებით. ასე რომ ჩემი აზრით, ევროპის როლი ცოტა არ იყოს კრიზის განიცდის ამ კუთხით. კარგი იქნებოდა საჰაერო სივრცისა და თვით კოსმოსის კონტროლის მიზნით რეგულაციების დაწესება, რადგან გარკვეული დროის შემდეგ თანამგზავრებს ექსპლუატაციის ვადა გასდით და დედამიწაზე ცვივა. ევრონიუსის რეპორტიორი გრეგუარ ლორი ნამდვილი ექსპერტია კოსმოსური პოლიტიკის საკითხებში. ახალი კანონი კოსმოსური ეკონომიკის რეგულირების ერთიან წესს შემოიღებს ევროკავშირში. მისი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება უსაფრთხოება, რათა არ მოხდეს შეჯახება. რატომ არის აუცილებელი უფრო მეტის გაკეთება ამ კუთხით? ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს ზემოთ ნამდვილი ხერგილია. კოსმოსში უკვე 11,000 თანამგზავრია გაშვებული და შემდეგი 10 წლეულის განმავლობაში კიდევ 50,000 გაუშვებენ. გარდა ამისა, უკვე გვაქვს 128 მილიონი კოსმოსური ნარჩენი, ასე რომ მათ შორის შეჯახების რისკი იზრდება. ამიტომ ევროკომისია გვთავაზობს, რომ რაც შეიძლება შევამციროთ კოსმოსური ნარჩენების წარმოქმნა და გვქონდეს მათი განლაგების შესახებ საზიარო მონაცემთა ბაზა, რათა თავიდან ავერიდოთ შეჯახება. კიდევ ერთი მთავარი პუნქტია წინააღმდეგობის გაწევის უნარი იმ გაგებით, რომ ევროკავშირის კოსმოსური აქტივები გარკვეული საფრთხის ქვეშაა, კერძოდ ისეთი მტრული ძალის მხრიდან, როგორც რუსეთია. მაინც რა დევს სასწორზე ამ კუთხით? კოსმოსი უნდა განვიხილოთ როგორც კიდევ ერთი საზღვარი, რომელიც დგას კიბერთავდასხმებისა თუ ელექტრონული ჩარევის საფრთხის წინაშე, რომლებიც მიზანში იღებენ თანამგზავრებს ან სახმელეთო სადგურებს. სასწორზე კი ისდევს, რომ შეიძლება დაკარგოს თანამგზავრი ან მის მიერ მოწოდებული რომელიმე სერვისი. ევროკომისია გვთავაზობს, რომ კოსმოსთან დაკავშირებით ავამოქმედოთ იგივე წესები, რომლებიც კიბერუსაფრთხოებას ეხება და ასევე შევაფასოთ კოსმოსური მისიის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის დროს მოსალოდნელი რისკები. კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებამ უამრავი სხვა სექტორის განვითარებასაც შეუწყო ხელი, მაგალითად უკაბელო კომუნიკაციებს, მზის პანელებს. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ იქცეს გლობალური კოსმოსური ბაზრის ლიდერად? ევროკომისია კოსმოსისთვის ერთიანი ბაზრის შექმნას გვთავაზობს. გარდა ამისა, გვირჩევს გავაძლიეროთ კვლევა და ინოვაციები და, რა თქმა უნდა, ევროკომისია სურს გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა და იმუშაოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან ეკონომიკური კუთხით. Public and private stakeholders throughout the economic spectrum. ეს ახალი კანონი არაფერს ამბობს კოსმოსის სამხედრო დანიშნულებით გამოყენებაზე, თუმცა ამერიკამ უკვე შექმნა თავდაცვის სტრატეგია კოსმოსისთვის. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წლის შემდეგ ევროკომისიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების კოსმოსური სტრატეგია წარადგინა. ეს დოკუმენტი შეიცავდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია იმ კოსმოსური სისტემების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ სახმელეთო ინფრასტრუქტურის მუშაობასა და მათ შორის მონაცემთა გაცვლას ერთიანი კოსმოსური სისტემის მეშვეობით.
ამის პარალელურად ევროპარლამენტის დაკვეთით ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეიმუშავა 2050 წლისთვის კოსმოსის უსაფრთხოების რამდენიმე სავარაუდო სცენარი. ეს კვლევა გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა შეიქმნას თანამგზავრებზე დაფუძნებული შეიარაღება და კოსმოსური თავდაცვის სისტემები. ჩვენი სტუმარია ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში. მოგესალმებით ევრონიუსზე. ზოგიერთ კვლევაში ნათქვამია, რომ 20-30 წელიწადში შესაძლოა ადამიანმა მთვარეზე მოიპოვოს წიაღისეული ან კოსმოსში გაიტანოს წარმოება, რათა დედამიწის ატმოსფერო სუფთად შეინარჩუნოს. რამდენად მზად არის ევროკავშირი იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს ამერიკას, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს ამ კუთხით? ჩვენ ვქმნით ხელსაყრელ საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპული კოსმოსური ინდუსტრიის ერთიანი ბაზრისთვის. ეს გარკვეულწილად გაუადვილებს ცხოვრებას კოსმოსურ ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს, რადგან თუ კი ისინი რეგისტრაციას გაევლიან ბრიუსელში, ლუქსემბურგსა თუ გერმანიაში, ისე გამოვა, რომ მთელ ევროპაში ჩაითვლებიან რეგისტრირებულად. ევროკავშირი ამჟამად ეყრდნობა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მომსახურებას, რომლის გამოც შეფერხდა ევროპის არიანეს თანამგზავრის გამშვების სისტემის პროგრამა. არ შეიძლება ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული სხვა საერთაშორისო კომპანიებზე. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგი სისტემა, მათ შორის გალილეო და კოპერნიკუსი. ამჟამად თანამგზავრებს შორის უსაფრთხო კავშირის უზრუნველსაყოფად ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, სახელწოდებით აირისი კვადრატში და ამ კოსმოსური სისტემების ორბიტაზე განთავსებისთვის კარგი ტრანსპორტირების სისტემა გვჭირდება. მაგრამ როდესაც ვფიქრობთ თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ვხვდებით რომ შესაძლოა ესეც არ იყოს საკმარისი. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი პოტენციალი როგორც რაკეტების კოსმოსში გამტანი აპარატების, ისე თავად რაკეტების აგების კუთხით და შესაძლოა ახალი კოსმოდრომის გახდეს საჭირო. ევროპის მომავალი კონკურენტუნარიანობის ფონდიდან რა რაოდენობის თანხა უნდა გაიწეროს ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტში კოსმოსის ათვისებისთვის და რაზე უნდა დაიხარჯოს თქვენი აზრით ეს ფული? ამჟამად 17 მილიარდი ევროა გამოყოფილი. არადაარსებული სისტემების ექსპლუატაცია რომ გაგრძელდეს, ამასაც კი უფრო მეტი სჭირდება. ასე რომ უპირველეს ყოვლისა ზედამხედველობის კარგი სისტემა გვჭირდება. უნდა შეგვეძლოს კოსმოსში მიმდინარე ამბებზე დაკვირვება. გარდა ამისა, საჭიროა განვავითაროთ ეგრეთ წოდებული მიკრომოსასვენებელი სისტემები. ამ თვალსაზრისით ჩვენი დამწყები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები ძალიან კარგ იდეებს გვთავაზობენ. ზოგს ძალიან ამბიციური იდეაც კი აქვს და იმედი მაქვს, რომ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც აუცილებელია. კოსმოსში შესაძლოა კიდევ ბევრი მეცნიერული აღმოჩენა ვიხილოთ და ბევრი ეკონომიკური საქმიანობაც განხორციელდეს. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია კოსმოსის საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითს მოგვცემს თუ გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად იქცევა. ევროკავშირს დედამიწის ორბიტაზე თავის საზღვართან დაკავშირებით ისეთივე პრობლემების გადაჭრა მოუწევს, როგორც ხმელეთზე.